ანტისამთავრობო ძალადობრივ აქციებში არასრულწლოვნების ჩართვა დღეს კიდევ ერთხელ დაგმო პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ აქციებში არასრულწლოვნების ჩართვა ადგილობრივი რადიკალების გარდა უცხოეთიდანაც იყო წახალისებული. მან ამ კონტექსტში გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ არათუ დაგმეს ბავშვების მონაწილეობა აქციებში, არამედ ხელისუფლებას მოუწოდეს მათთვის აქციებში მონაწილეობისთვის ხელი შეეწყოთ. ცდილობენ არასრულწლოვნების ჩართონ აქტიურად აქციებში, მათ შორის ძალადობრივ აქციებში, ჩვენ ნახეთ არასრულწლოვნები, რომლებიც ქვას ესვრიან პოლიციას და ამას უქებენ, ტაშს უკრავენ და ახალისებენ გარშემო მყოფი ზრდასრული ადამიანები. და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ძალიან შორს არის ამ აქციებში მონაწილე გარკვეული ჯგუფი ყველაფრისგან, რაც არის ქართული და ყველაფრისგან, რაც მათ შორის არის ადამიანური ამ გაგებით. თუმცა, აქაც სამწუხაროდ ხედავთ უცხოურ წახალისებას და მე მინდა გავიხსენო UNICEF-ის განცხადება, რომელიც აი იმ მწვავე დღეებში, როდესაც მეგაფონიანი კაცები შერბოდნენ სკოლებში და მეოთხე, მეხუთე კლასელებს თუ პატარა ბავშვებს მეგაფონით უვარდებოდნენ კლასში, რომ გამოეყვანათ ისინი და წაიყვანათ აქციებზე. რომ ჩვენ UNICEF-ისგან შეგახსენებთ, ეს არის გაეროს ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მოქმედებს. მოგვესმინა რამე განცხადება, ან თუნდაც წინადადება, რომ ან რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ბავშვების სასიკეთოდ და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების განცხადება, ნახეთ მათი დადებული ბანერი, ამონარიდი ბავშვთა უფლებების დეკლარაციიდან და მათი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ბავშვებს მივცეთ აქციებზე პროტესტის გამოხატვის უფლება. ეს პერიოდი ჩაივლის და ჩვენ UNICEF-თან გვექნება აუცილებლად საუბარი ამაზე, თუ რა იყო ეს.